ასეთ ბინძურ გადაცემაში ნაყოფი ხარ. გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ჩვენს პავილიონში. მე კი რატი ვარ და თქვენ უყურებთ რატის ბარს. წაში რომ დამიკრათ თუ შეიძლება რა. რანაირი ტაში აიცი არა თავზე და დავასხათ რაღაცები. ეს არის გალიების მეორე ეპიზოდი და დღეს დავსჯით ტიკტოკერებს. თუ შეიძლება შემობრძანდით ბიჭებო, მობრძანდით და თქვენს გალიებთან დადექით. ანუ ეს წინაშე ცოტნე რო დაეხმარო გიგას თუ შეგიძლია ვერადის. ცოტა რომ მიაწვე. გიგა. ეგა. სანამ ბიჭები გალიაში ჩაჯდებიან თავისი ნებით, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. მოიწონეთ აუცილებლად ეს ვიდეო და ბიჭების სოციალური ქსელები რა თქმა უნდა აღწერაში იქნება. გადადით და აქ მე განახებთ ახლა შოუს. მოდი ახლა მოქნომები დავადოთ ნელ-ნელა. ბიჭებო, მზად ხართ ისე რა სიტყვით? აჩი გალიაში დარჩი. ასეთი ამბავია, ვისაც არ გინახავთ წინა გადაცემა. იქნება კითხვები, იქნება 4 სავარაუდო პასუხი. სწორი პასუხის შემთხვევაში ჩამოვარდება გასაღები ამ მილიდან. არასწორი პასუხის შემთხვევაში სხვადასხვა რაღაც ჩამოისხმევა. ეს იქნება აღარ დავასახებ. ხაში რო იყოს თუ შეიძლება. აი, ყველაფერი იქნება. ხაში გამიწორდებოდა, მაგრამ ჩიხი ვიცი. ნახოთ, აი ზემოთ რომ მიმართოთ, გაგიმას პინძლდებიან. ასე დაუმაგრებთ ახლა სულ ყველას გასაღებს. მაგრამ რატი იცოდე რომ მე 20 წელი ვიჯექით მაო. გასაღები და ბოქრომები მე ვერ შემოჩერებს. ნახოთ. ხარკოვის ციხეში ვიჯექი 20 წელი. ვერ გამოხვალ ამ ციხიდან. ნახოთ ერთი რატის ციხე როგორია. თქვენ შორის გამარჯვებული გადაინაცვლებს 20,000 ლარისთვის ბრძოლაში, ფინალში, სადაც ასეთი მაგარი პრიზი იქნება და ასევე სხვა პრიზებიც, ამიტომ მოინდო და 20,000 მიჭერეს. როდის დავიჭერ ხელში 20,000? წლის ბოლოს. ანუ აქ იგებ უკვე? კი. უძებ დავუმაგრებ ახლა ბოქრომებს და დავიწყოთ თამაში. გიგა, როგორი გრძნობა არის? არ ვიცი რა. ჯერ არ ვიცი, ხო? გამირეკეს რატის გადაცემაში იქნებიო. გამიხარდა ჭამას მაიქიო, მაგრამ აგი გამიკეთეს გადაში და დაგაცხად დაგაჭოთ თავზე. ყველას ოჯახში თითო ქოთანი მძღნელი დუღს გიგა. ეგრე კი არ არის. სამ გალიაში ერთ-ერთი შენახა. მე ისე მშიაროთ, შეიძლება გული წამივიდეს და არ გეგონოთ რომ ხუმრობ მიშველეთ. უბრალოდ გააღით კლიტები. შეუშვი იქნა საჭველი წამოვა. ეგეთ ოჯახში კი არ ვარ გასწრება ესე ბინძურად. შეიძლება დამიშავე რა ეს პროექტია, მაგრამ აი 24 საათი შემიძლია თავის ყოლ გავწო. მე თათაში წამოწოლოთ შემიძლია. მეც. ანუ მე შემიძლია ჩემ ტრაქს თავი დავადო და თავი ძინე. როგორება? მანახ დათუნა მოვედი შენთან, მოვედი. მეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დათუნა, როდის დავლიოთ გადაცემაში? ამ პაუზამ. გაიხარო სატიმპილიონ გადაგვიფინა ამის ქვეშ რომ ჩავიფსათ. სანამ ბოქრომების დადებას ვაგრძელებთ იქამდე შეგახსენებთ რომ ჩვენი არხის გენერალური სპონსორი და მეგობარი კომპანია არის ამბასადორი ბეთი და ძალიან დიდი მადლობა მათ ნდობისთვის და იმისთვის რომ ასეთი მაგარი პროექტების გაკეთების საშუალება გვაქვს ჩვენ კიდევ უფრო და უფრო განვავითარებთ ამ ყველაფერს და აუცილებლად წინ და წინ წავალთ ამის პირობას გაძლევთ და ისეთ პროექტებს გადავიღებთ სადაც პირდაპირ თქვენ მიიღებთ მონაწილეობას ამიტომ გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი და ზარისღილაკ ერთი შეამოწმეთ რა ეხლა ადექი და შეამოწმე ზარისღილაკი 2-ზე ან ყველაზე თუ გიყენია ყველაზე გადაიყვანეთ 2-ზე გადაიყვანეთ რომ პირველი მოგივიდეთ თქვენ notification-ები რა ეწერება subscribe და დააჭირეთ TikTok-ერებიც გამოვკეტეთ გალიაში ვერა უნდა შეშინებ TikTok-ებს დათუნას ნახოთ ეხლა ნახოთ ბავშვი მაინც შეიცოდი ეგეთ სამი მიზის მე. ფეხმძიმეები რო ჩაგვიდ რაღა ფეხმძიმეები ხელსა პირამდე შიფრატი მე ვერ შემაშინებთ ყველაზე საზიზღარი პიროვნება ვარ ყველაზე ამტანი რასაც ჩამოვაგდებ შეჭო აი ხაშის პირსახოცი რო ჩამოვაგდოთ შევჭამ ეგ რა რავი პირსახოცი რო ქვია ხაში გარეკილია გარეკილია ხო ვიძახი გარეკილია მაგრამ შეუძლია მოგება მე სკოლაში არ მივდივარ. გალიაში ვზივარ. აი თვალი ვითამაშებს სუდად რაღაცა მოხდება დღეს მადე და ვერ გამოხვალდა თან მარჯვენა თვალი გითამაშე მე მოვიგებ მე ამ პროექტს მოვიგებ გპირდებით მეზობლებო ლოტკინელებო
ერთი ის დაგაკდა, თუ თვალზე არის ეგ ჩამოთვლა. მეზობლები. ვისორაც ჩემს მოვიკითხავ აქ და მამა ჩემს მოვიკითხავ, მამა რა ქენი ბოლო როდისკა ჩამოდიხარ უკვე აღარ შეგვიძლია. ციგნები? ციგნებს მოვიკითხავ, კაცია ნაძია, ყველანი მიყვარხართ, გვერდით დამიჯექით ლოტკინელებო. დედაჩემს მოვიკითხავ, რაშები არის ვაჭრობა მაღაზიაში და აი რაღაცა იქნება ღმერთო მომაგებინე 20000-თვის უნდა ვიბრძოლო ახალ წლამდე. 20000 დავიჭერ ხელში და მე არა ვარ ის ტიპაჟი რომ მოიგებენ და მე იმასაც ვუყოფ, ამასაც ვუყოფ. რისთვის ვიწვალე, ისთვის ვიშ რომ მე ეხლავე ვიძახი რომ მე ფინალში არავის არ გავუყოფ არაფერს. მეგობრებო, დაგვიწერეთ კომენტარებში, ვინ მოვიყვანოთ კიდევ, ვინ ჩავსვათ გალიაში. მე ვარ გამარჯვებული და ყველანო შეაცვლეთ. და ნახოთ ჩვენს გალიებს თუ გაუმკლავდება. ბიჭები, მზად ხართ? მზად ვარ, არაფრის არ მეშინია. კარგი, პირველი კითხვა. ხოთა შორის დათუნა არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სტუმარი. ვიცი, გრძნობ ხოლმე შენგან ყოველთვის რა ტიპი. აი, ძალიან ხიარული, პოზიტიური და ისეთი ადამიანი. შენ იმიტომ მოვდივარ ხოლმე შენთან სტუმრად. პირველი იყავი, ვინც მიმიწვია გადაცემაში. არ გაფასებდნენ, ხო? შენ იყავი ის პირველი. მაგრამ მაინც არაფერი არ გეშველება, ეხა ზემოდან წამოვა. მაინც ღმერთის ნება ყველაფერი. ბადრაგო ხო ყველაფერი კარგი. ცოტნე ავიდა ზემოთ და მაგიტო განაობს ესე ყველაფერი რო იცოდეთ კადრში თუ შეამჩნიეთ. ოუ, ჩავიდი. ცოტნე არ ჩამოყო, გეხოცე გაკ. აი, ყველაზე მეტად მაგის მეშინი. ზაღში ადახსენე საპონიერ გაგიوارდეს გალიაში. კარგით, პირველი კითხვა. რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე მეტი კუნძული? სავარაუდო პასუხებია: საბერძნეთი, ნორვეგია, ფილიპინები თუ შვედეთი. სამ დათვლაზე ერთდროულად უნდა დამიფიქსიროთ პასუხები. ცოტა ცხელა ხო მგონი, რაღაცა დაწყა ხო პავილიონში. მგონი ცოტა გაგრილება არაწენდათ ბიჭებს, კაი, დრო ამოიწურა, მზად ხართ? კი. ზემოთ მზად ხართ რომ გააგრილოთ? რა მოდის ეხლა? ჯერ პასუხი უნდა თქვა. ზემოდან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ წამოვა ან გასაღები, ამიტომ გასაღები თუ დაგივარდათ, მაგ გასაღებს აღარ მოგაწვით. ამიტომ კიდე ხელები აიშვირეთ, გინდა ესე მაისური. გასაღებიო დაგვივარდს ვეღარ გამოვთ გალიდან? არა, ეს კითხვა უბრალოდ თქვენთვის გაუქმდება. 3, 2, 1. 3. ფილიპინები. ფილიპინები. მეც ფილიპინები. 3 ეს ფილიპინები გაქვს? აბა ბიჭო, ხო ვიძახდი რომ ეს ფილიპინები არ არის თქო რა ჩასასმელი რა. გასაღები აქ თქო. მაგას გასაღები რამე თუ მოდის მაშინ ესე უნდა ხო უჩვენო. ბიჭებო, მზად ხართ? მე სწავლა ეს გეოგრაფია. რატო გონია? იქ ნორვეგიაც შეიძლებოდა? 3, 2, 1 დაიჭირეთ გასაღებები. რამდენია ეს რა არის? რატო არ დამთავრდა არას? თან მეფს მოდა. წინა გადაცემაში ამდენი წყალი არ დაგისხიათ იმაში. ეხლა მოვშალ და ღრუბაში გაიშღითება და ეს ფუნქციონერები გათიშე. ხოი მე რო დავაჯექი ჩამოვშინდი. მოიცა. არ გეგონოთ რომ იმას ავშვები. მეგობრებო, სწორი პასუხი არის ნორვეგია. არა, შვედეთი არის. აი ფიქრობდი. სათხეს გაგონილი იმა. რაღაცა გაშვე. თქვენ გასაღები ვერ დაიმსახურეთ. მე დედიკას და მამიკას ბიჭი ვარ. ნახე მე შენ ერთი ლექსი დაგიწერე. ჩუმად არ გაგვიკონტროლებ და გვიჭერე. მოდი ჩემთან კიდე მომეფერე. კიდევ ერთიც მოვდიოთ და მე. შემდეგი კითხვა. შემდეგი კითხვა ასეთია, რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე მეტი პირამიდა? ეგვიპტე, მექსიკა, პერუ თუ სუდანი? გადამასხით პირდა. მე ვიცი პასუხი. 3, 2, 1. პირველი. გაიყო მეგობრებო, მები, ამიტომ ვიღაც აუცილებლად დაიჯება და მინდა გითხრათ რომ ერთი სწორი პასუხი არის. ეგვიპტე იყო მართლა ბიჭო, მაგრამ ეგეთი მარტივი იქნებოდა. მე რაღაც ფილმი მაქვს ნანახი მექსიკაში რო პირამიდები არის. საინტერესოა გამართლდება თუ არა და თუნა ეგ შენი ფილმი. ალბათ გაგიკვირდებოდათ თქვენ ორს რატომ გაცვიათ თეთრი შარვალი და გიგას რატო აცვია ესეთი მოლურჯო შარვალი რა. გიგას ხო აქვს სასწაული ბრენდების მაღაზია, კამათელი რა და ანუ მეო რა ესე შეკერილს არ ვიცვამ, ანუ რაღაც უნდა მეცვას ბრენდიო რა და შარვალი არ ჩაიცვა, რო იცოდეთ რა. ჩემი კარგი რაღაც ხმა იყო ძმა. გველი რო ჩამოვაგდო. გველი რო ჩამოაგდო, შეიძლება აქედან გავაგრე ვაკაურობას. სხვათა შორის შეიძლება რომ აუ, წვეთი და მეტად კიდე. 3, 2 და ვაიმე ვერ შეგია. 1. ეს შაშებეცი.
გასაღები გამივარდა. გასაღები გამივარდა. გასაღები დაგივარდა? აჩი. ჩემო რატი? რაც შენი არ არის და ქარმა მოვიტანა, ქარივე წაიღებს. ეს გასაღები გინდა? არ მინდა, არა, ახალს მოვიტოვე. თქვენ თუ იტყვით რომ მივცეთ, მე მინდა რომ გავუკეთო. რა გავუკეთე? გასაღები რო იმაში. გასაღებს გავიკეთებ ბოკლომში მხოლოდ. არ ვიცი, თვითონ გადაწყვიტოს. მე ვუთხარი რომ არ მაქვს პრობლემა. ეს ბოკლომი იღება. მაგრამ აქ წესი არის წესი. შენ თუ არ მთხოვ, სხვების აზრი არ მაინტერესებს. შენ თუ მთხოვ რომ დაგიტოვო. არა, უშავს ღმერთს ვერ აყოლე, როგორც იქნება არ დაგიტოვო. ოპა. მე გალიაში 20 წელი ვიჯექი მე. ბიჭებო, შემდეგი კითხვა არის ასეთი: რომელია სოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაში? GTA 5, Minecraft, Tetris, Counter Strike. დაითვალე. დაითვალე. 3, 2, 1. ყველა მაინკრაფტი. Minecraft-ის კითხვა. Minecraft. რა გვენძახო და ყველას. Tetris-ი ყველაზე ძველი თამაშია. კაი, ბიჭებო, მზად ხართ? სწორები ვარ წესი. ეს ისტორი ვარ. 3, 2, 1. ოპა! გასაღებები რომ მოხსნათ თუ შეიძლება რომ მოარგოთ. როგორც იქნა თითო კლიტე მოიხსნა. ამა ეხლა გეოგრაფიიდან რო სოკითხოს რა გონია. შემდეგი კითხვა არის ასეთი: რამდენი გული აქვს მედუზას? 1, 0, 3 თუ 2? მოსაფიქრებლად გათხოვთ 3? 3, 2, 1. 0. 0 და 2. ვაუ! სასწაულია. ნახე, აი რა მკითხვას არ დასვამდნენ რა. რამე რო არ კონდეს. 3 ის აქვს 8 ფეხას, ხო? 8 ფეხას 3 გული. ხო, და აი ამას 2 უწევს. მინდა რომ მინდა ფრთები გავშა. მეცე გავიხსენე. მაგრამ მე შენ garaშე სოია. კაი, 3, 2, 1. დაიჭირე გასაღები? მე ვერ დაუჭირე. აუ, რა გემრიელია. 20.000 ისთვის კიდე ერთი ნაბიჯი. აუ, რა დეკაი ესენი არ მესხმება, კი დეკაი. აი გასაღები. სად არის გასაღები? დამივარ. კიდე დაგივარდა? აუ, აიქდი აი. მე სულ ტიკტოკერი კი არ ვიყავ. ვიჯეკი და ვიჯდები კიდე რა. იგბლიანი ვარ. სამყარო, მიყვარხარ. გაგებას უნდა რომ ვიჯდე და ვიჯდები. ბიჭებო, აღარ დამელოდოთ. მე აქ დავრჩები ყოველთვის რა. აბა ერთგვენი იცით. თხოვე. თხოვე. არა, მე ძმა აი სამართლიანად გამოვალ ციხიდან. არ ვაფშე არ გამოვალ. არა წეხელს. ძმა, 3 კლიტე უკვე ღია უნდა გქონდეს, გახსენე. კლიტე იქნება, გაგიგებ კრედიტორს ხარ. კაი კაცი ხარ აჰა. აა! არა, არ ეცან, კაი კაცი ხარ, აჰა. ეგ სხვა თემაა. ეგ არის ჩუქება ძმაო. თუ ჩუქნი? აჰა, მოაწერე ხელ. არა, არ ვიცი. არა, აი, გაუშვი. ბადრაგო, გასაღებს დაელოდე. მე და შენ სულ ციხეში ვიქნები. რა ვისგან არაფერი არ მithხოვი არასდროს. სხვათა შორის დათუნა დაწინაურდა. რატი შენ რა გგონია რომ მე ტყუილად ვამბობ რომ მოვიგებ თუ 20.000 დაჟე? დაიმახსოვრეთ ხალხო ეს დღე. 20.000 დავიჭერ. აბა რა სიზავ. აბა რა სიზავ. გაიხარე გიგა გაიხარე. მაინც მეკშები და ამჟავდა ეს ჩემი სადა. მაქცივარში შევდე. მზად ხარ შემდეგი კითხვისთვის. თქმა უნდა რა სარად. რომელს აქვს ყველაზე დიდი რქები სხეულის ზომასთან შედარებით? ირემს, ანტილოპას, ხოჭოს, კამეჩს. 3, 2, 1. ხოჭო. 2. შენ ანტილოპა თქვი? შენ? მე და დათუნამ ხოჭოები. ხოჭო? ხოჭო სად აქვს? ხა. ხარა, პატარა ესენი ხო აქ ესენი. ეს ხო აქვს, ეს. აი ესენი აქ. აჩი ნახე, უკან მიეყუდე თუ შეიძლება და ისე დაჯექი. აჰა, ესე მაშინ. თქვენს ამ გადაცემაში სუფთა დასჯის გარეშე ვერც ერთი TikTok-ერი ვერ გავა. მინდა გითხრათ. 3, 2, 1. სამყარო მიყვარხარ. ხოჭოს დიდაშე. დათუნამ რა ჩამოაწყო, ნახე ინტუიცია მაქვს სასწაული, რეალურად განათლებული არ ვარ. კაი, შემდეგი კითხვისთვის მზად ხარ? ვაიმე ხვასად გამეცა. აი მარკა ორი გასაღები და ეგეთი ბედი მაქვს მე ცხოვრებაში. მე რავი, უთხარი რომ შემეხვეწე მეთქი, მთხოვე და მოგცემ. მე მაგალითად შეგეხვეწებოდი აქ. კაცური ციხეში დომა მიშევნია. ახალი კითხვა, მუღამში ვარ, გამოსვლა მინდა ციხიდან. შემდეგი კითხვა ჩვენს არხთან არის შესაფერისი, ასე რომ ვთქვათ, და მე მაინტერესებს ასეთი რაღაც, რომელი ქვეყანა მოიხმარს ყველაზე მეტ ლუდს ერთ მოსახლეზე? გერმანია რო არ იყოს გამო. გერმანია, ჩეხეთი, ირლანდია, ბელგია.
ჭეხა გერმანია მარტივია. წეგა მარტივ კითხავს არ გავეც პასუხი და მომეწმა არ არის. ბიჭებო, არ მინდა ის ბევრი ლაპარაკი რა. მზად ხართ? 3 2 1 მეორე ჩეხეთი. ჩეხეთს ირჩევთ 3-ვე? კი. დაგოენ. გავიგოთ სწორი პასუხი რომელი არის? 3 2 1 უეჭველი ჩეხეთი, უეჭველი ჩეხეთი. აბა რა. აი აქ დამიგორდა. ორი გასაგები. დაიჭირეთ? ძლივს. გილოცავთ, გეშველა. ილია თოფურიას კამბექს დავდებ მეგობრებო, ნახავთ. მე მაინც გამოვა პირველი ამ კლიტედან. შემდეგი კითხვა. გამოუშვი, მიდი. რომელ ცხოველს შეუძლია ყველაზე დიდ ხანს გაძლოს საჭმლის გარეშე? ო, მე ვიცი. აკლემი, ნიანგი, კუ თუ დათვი? მოდი გავეთვალისწინოთ, რომ დათვს უძინავს. და შეიძლება არ მოშივდეს. ძალიან დაიძაბა. მეგობრებო, თქვენ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ხართ, რომ იცოდეთ და მაინც მოერიდეთ მინიშნებებს. მაგრამ ქრისტიანები ვართ რატი და ჩვენ ვერ მოგვერევი. გენაცვალე. 3 2 1 4. აკლემი. დათვი. აკლები წყალზე არის, წყალს ინახავს აკლემი, ავტობუსში. შე? დათვი და დათვი. და რა მოხდება? მაგას გავიგებთ. აკლემი რა წყალს ისრაში ძნებს? რო იცოდეთ ყველამ წავაგეთ. არა, დათვი დოკუმენტური მაქვს ნანახი, რომ აი ძალიან გამხდარი როა შემშილისგან და შეუძლია რომ გაკაჩოს. ავჩა, იმედი აკლემია რა. მზად ხართ? გამოუშვით. 3 2 1 მორე, აი სუნიაკ. წამალია რამე? რომელი ძლევს მე მისი მოიდგეთ? დედა? ვერც ერთმა ვერ გამოიცადა. რა რომელი? რა იყო სწორი პასუხი? სწორი პასუხი არის ნიანგი. ტრაპონში. მაგის მშიერი დედას. არჩიკოვან გაასულა. ეს იმის გამოაჩი რომ ყველაფერს ცდილობ რომ თავი აარიდო და რაღაცა ისე ზიხარ რა ძალიან და ეს დასჯა აუცილებელი არის. გამოვა, დაიმახსოვრეთ, მე გამოვა ციხიდან და შემომხედე, რატის ბარ. მე გამოვა ციხიდან აუცილებლად. და გამთავრებთ. შენ რა საფეთქე თავისთვის? არა, საფეთქი და ისეგრესა. დუში ხوار გიდა რომ მოგიტანება გიგა. აი მე რატომ აწუწებ ზამი? რომელ ცხოველს ძინავს ყველაზე ნაკლები? ცხენი, ცოტნე. აი დიტებს. ცხენი, ჟირაფი, სპილო თუ ირემი? 3 2 1 პირველი. ცხენი. ყველამ ცხენი. ცხენი და ცხენი? ცხენი არის ცხოველი, რომელსაც შეუძლია დიდხანს ეხოს ფეხზე დუძლიო. აუ არა რა, ეს გადაცემა მაგარია, მაგრამ მე ვასწრებ. მეგობრებო, თუ გსურთ რომ შემდეგ იჯდეს აი აქ რატი ჩემს ნაცვლად და დანარჩენი ორი იუთუბერი თქვენ დაგუწერთ თუ ვინ გინდათ რომ აქ იყოს და გავაწამოთ რატის ბარი. რატი რამდენ ლაიქს ჩაჯდები, კაცურად? 20000 ლაიქი ამ ვიდეოზე და შემდეგ ვიდეოში ჩავჯდები მაგ. ძო. აი ეგრე. კაცური სიტყვა რა თქვა მინდა? რა მე თბილი რო ჩამოვსხათ. აი ცხელი ჭოფი რო ჩამოვსხათ თურქული. რა კაია. აჩიჯაიანი, გაფრთხილება კიდევ ერთხელ. ნორმალურად დაჯექი, როგორც ბიჭები არიან. მე ვერ ვიჭერ გასაღებსო და ასეთ რაღაცებს იძახი. 3 2 ოფთხო. 1 შენი და ეს სტრუქტურა. აუ გულიაბერება. აი თეუზე ხო თქვი? ის თეუზე ვეთქი რა? აი ეხა ისე მშია რომ აი თუ და მე არ სუნთქავ რა. აუ გულიაბერება გაბიცეთ. ეს არის ეს არის თევზის კონსერვი. სპილოა პასუხი, სპილოა. გამში. ბავში არ სუნთქავ რა. სწორი პასუხი არის ჟირაფი. მაგის გრძელი დედა. აუ თუაში შემებიჭები. მოხანამი. ოპა, გიგა გაბრაზდა. აუ ეს რა არის ჩემი, აუ ვერ ვიტათე. აბა პირი გააღენ მოდის პირში უნდა შეგიფი. ასუნია. მოხან. ფურა ასუნია გამი და რაზე გადავდე ჩემდეგზე. აი რა. შემდეგი კითხვისთვის ის აუ. ახალ. მეგობრებო რა, თხოვთ რატი დაასპონსორეთ. რა რადი როგორც თავის მოულის საშუალებებმა, იქნება არის გელი, დუში იქნება თუ ასე შემდეგ, რავი რა. არ მინდა აღარაფერი, აღარ მინდა 20000 მეტი არაფერი. მზად ხართ ბიჭებო? კი, მზად ვარ, არაფერი შემაშინე. შემდეგი კითხვა არის ასეთი, რომელი კომპანია იყო პირველი, რომლის ღირებულებამაც $1 ტრილიონ გადააჭარბა? შემიძლია ჩამოთვლის გარეშე თუ მაგაზე პასუხი. Microsoft-ი, Amazon-ი, Apple-ი თუ Google-ი? მზად ხართ? 3
რა არის ძმა, ბუღალტერიას აკეთე? 3, 2 და 1. ორი. მაიკროს იმათმა თქვეს ამაზონ. ამაზონები და ამათმა მე არა, არა, მე მაიკ შენ ამაზონ ჩვენ მაიკროს. შეც მაიკროსოფტ თქვი? დაიძაბა. ძალიან დაიძაბა მეგობრებო. შოუშურო ხელი. მინდა გითხრათ. 3, 2, 1. ვაიმე გული გამიტა მეთქი თაგვი იყო და ფიქრი იყო. რა გაუნაცვლებელი კამარა შევიკრიბეთ ყველა ერთად სადგურში. იმასაც შეაყარე, ნახე რა სუთა არის. აუ, გიგასა უკრეს. გიგა არის, პანდასავით არ არის, ნახე როგორი პანდა არის. ხო? უნტუშე პანდა. ბიჭო, ვერაფერს ვერ იცნობს და რა ხდება? დებილები შევიკრიბეთ. მე განათლებული ვარ სამ. რომელი იყო? Google-ი? ეპლი. ახლა ვერ გამოვიწევ. სწორი პასუხი იყო ეპლი. შემდეგი კითხვა არის ასეთი: რომელი პლანეტა ბრუნავს ყველაზე სწრაფად საკუთარი ღერძის გარშემო? მარსი, იუპიტერი, სატურნი, ვენერა. 3, 2, 1. სამი. იუპიტერი. სატურნი მეც. ბაბოს ტანცი მანცები და დამცაულას ტანცები, გიგას პანცები და დამანახე კვანცები. მეთონეს გავა. ეს იმდენი პური გამოაცხო კაცთა ყარვაგი ვარ. მეთქი მაიკა რო დამისვენდება ძუძუები არ გამოჩეს მეთქი ძუძუს გარდა ყველაფერი. უთქმელები გიჩენს უთქმელები. შემდეგი. გამარჯა! შემდეგი კი არა ჩამოდის. რა სიტყვით არ მიმართავთ, არ ეტყვით რომ ჩვენი არხი აუცილებლად უნდა გამოიწერო? მეგობრებო, მე არხი გამოიწერეთ. 1000 ჯერ თქვა ამ კაცმა რომ გამოიწერეთ ჩემი არქივი და უკვე უხერხულობა, აი მე თვითონ უხერხულობ ზნო თავს. გამოიწერეთ. აი რა გახდა ერთი გამოწერა, ან ღმერთს არ გეშინიათ. სამყაროსი არ გეშინიათ როგორც უნდა დაგიბრუნდებათ უკან მერე. სანამ ბიჭები მიიღებენ ან სასჯელს ან გასაღებს, იქამდე შეგახსენებთ რომ ჩვენი არხის გენერალური სპონსორი არის ამბასადორი ბეთი და ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და მადლობა იმისთვის რომ ასეთ გრანდიოზულ და კარგ პროექტებში ჩვენს გვერდით არიან. კვერცხი არ გამოუშვა და კვერცხი ცობი და გვაკლია და ეგ არის შეგვაგდეთ დუხოკაში. 3, 2, 1. ფუ ჩემი ვაიმე რა კარგი მაკლებია. გამოვაგრე ამ გალიას. ამ გალიას გამოვაჯე. ტანცები და მანცებიო. ფუ ამათი როგორ მეზიზღება. აუ მკბენე ჩემი კარგი. ჩემი ეს რა არის? აუ კარბენას. აუ ბეჭებში წამივიდა. ჩემი აუ ბეჭებში აუ დადია აუ გავაგრე. გამიგე ჩემი და გავაგრე. როგორ მეზიზღება ეს და ცოტნე ყველა გასაღები ჩამოვაგდე. აუ გან. არ მინდა ვეთიშები მივუჩი. ეთიშები? ვეთიშები ო, მოვუჩი. კაი რა გიგა რა. მეგობრებო, გიგა ვეღარ უძლებს და გიგას მატლების ფობია ქონია. მოითხოვა რომ ჩვენ გვეგონა რომ პომიტვის ფობია ქონა, მაგრამ თუნდაც მატლები. აი ხა ნახე რამდენი მატლი მყავს. რა უნდა გიქნას ამან დედას მოუტყნო. გიგუნას გალია განთავისუფლდა, მაგრამ თან ვერ გადავიდა შემდეგ ეტაპს. მე ძალიან გული დამწყდა. ჩემ რეკორდს ვინმე მოხს გასაღების დაკარგვის, რა ვიცი, 3 გასაღები დამივარდა ჩემ. მესამეს დაგივარდა? ეხეს დამივარდა. აი მის შეეშინდა, აი. აი მან როგორ უნდა შეგაშინოს, ა? კაი, ბიჭებო, მზად ხართ? დავინახე ჩემი ლამაზი გიგა როგორ გაკაფებულია. შემალი გაიგო. გენაცვალე გიგა. ჭანჭლებში აქ ჩაკაფებული. კაი, შემდეგი კითხვა. რომელ არსებას აქვს ყველაზე მეტი კბილი? აუ გთხოვილი. ზვიგენს, ლოკოკინას, ნიანგს, ვეშაპს. ვეშაპს ჩოთქივით კბილები აქვს ბევრი, მაგრამ ლოკოკინაზე რაღაცა მაქვს ბოლოს მოსმენი. ლოკოკინა ძალიან მარტივია. კაი, 3, 2, 1. ლოკოკინა რა. 3, 2, 1. დაიჭირე. ძლივს მე არ დავიჭირე, ძირს დავარ. გილოცავთ და ძალიან დაიძაბა. მე ბოლოს მოვისმინე სადღაც. სადღაც მეც ქონა გაგონიჭირე. აჩის რომ სამივე გასაღები დაეჭირა, ამ გასაღებით უკვე მოიგებდა. ამიტომ აჩის ვუბრუნებთ სამივე გასაღებს. ვა. დაუბრუნეთ.
რას უბრუნებთ. გავაგრძელოთ თამაში. ჩემი გიგა დამებრუნეთ. რამე რთული კითხვა გვინდა რა. რამე რთული მინდა და ისეთი ინტრიგნული. რამდენ კილოგრამს იწონიდა მსოფლიოში ყველაზე მძიმე გოგრა? ეგეც მაქვს წაკითხული. 1542 კილოგრამი, 2759 კილოგრამი, 2130 კილოგრამი, 3002 კილოგრამი. აი, მიდი, მე მაყავს. 3 2 1 3002 კილოგრამი. შენ მე-14. შეცე? ასეთ ბინძურ გადაცემაში ნაყვავი ხარ? არა, მე პირველად ვარ. 3 2 1 მაგარი მძიმე იყო რა. ჩაჭემი. აბა თუ მაგრები ხართ ბარემ წვადის შამპურის გამოუშვით. და ცეცხლი. მეორე პასუხი იყო სწორი. 2759. მაგ გოგლის დამთვესელი მო. შემდეგი კითხვა არის ასეთი, რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა? ოქროს არწივი, ანდების კონდორი, რუპელის სვავი თუ ალბატროსი? ალბატროსი რაღაც გამიგია. ანდების კონდორი. და დურექსის კონდომი. 3 2 1 ალბატროსი. სულ ერთი და იგივე პასუხებით აზრი არ აქვს. ვერც მეწავალწი, ვერც გალი და ვერ გამოვალ. რომელიღაც სწორი მგონია ამ ორი პასუხი. 3 2 1 თან გული დამწყდა ეხლა. მიულოცოთ დათუნას ბოლო გასაღები. მეც მიხარია დედას. და მთავარი გამარჯვება წლის ბოლოს იქნება 20000 ლარს ვინ დაიჭერს ხელ შეი მაგასაც განახებ ძალიან გამწარებული მოვდივარ დეკემბერში. დათუნა, გააღე თუ შეიძლება. მობრძანდი თუ შეიძლება. აუ, ნახე რა. იბრძოლა კაცმა, იბრძოლა. დათუნა, ჩაგეხუტებოდი ეხა იმენა. მოდი რა. კაცარი არის რა. მოდი. კილო. თავია გავანთავისუფლეთ ეს ადამიანიც. დაიმახსოვრ მეგობრებო. მოჭერა თავარია. სამი გასაღები, შეიძლება გაუშვი. თავია კარგი მოჭერა გქონდეთ, როგორც დათუნას აქვს კარგი. დიდი ბოდიშის მოხდით, აბაზანაში გავალეთ ჭანჭრები ჩასახიხი, იქ იღლიებში, გრიჭოებში, ყველგან შესული მაქვს თევზის ხები. სადღაც მატლით შემიზრო და ვგრძნობ, მაგრამ არ ვიმჩნევთ. და მე 20000-ით დაგიბრუნდებით დეკემბერში. მე ამ 20000-ით მამაშემ შემოვიყვან ემიგრაციიდან. გილოცავთ, ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, რომ გვიყურებდით. მოიწონეთ აუცილებლად ეს ვიდეო. ჯიგარ, მადლობა თმაოს. მახარ რა. რამე იქნება რა. მოდი ჩავომართვი ბიჭო. ესა შეშველი გემშვიდობებით. გამოწერაზე მეტად 20000 ლაიკი დამანახეთ, რომ აი ეს კაცი აქ შევიდე. რაც გაგვიკეთა დღეს, კარმა მიუბრუნდეს რა. მასარი არ არის. მოიწონეთ ეს ვიდეო და აბა ჰეთ და აბა ჰოთ. დროები!